უნიკალური აღმოჩენა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთში არქეოლოგებმა 3000 წლის წინანდელ მეტალურგიულ საამქროს და მე-11-13 საუკუნით დათარიღებული ტაძრის ნაშთებს მიაკვლიეს. უახლოეს მომავალში ნაეკლესიარი ადგილის კონსერვაცია იგეგმება, დღეს კი სასულიერო პირებმა ტერიტორია აკურთხეს და ჯვარი აღმართეს. ათიალომაცი კი ამბობთ. ადგილობრივის მიერ რკინისა და ბრინჯაოს ჯვრების პოვნას 2 წლის შემდეგ მცირე ზომის ტაძრის ნაშთების აღმოჩენა მოხდა. სპეციალისტებმა მწვანე საფარქვეშ ისტორიულ ძეგლს მიაკვლიეს. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეკლესიას 10 საუკუნეზე მეტი ძეგლი წინასწარი მონაცემებით თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით, მე-11-13 საუკუნეებით და უნიკალურია, იმიტომ რომ ამდენი ჯვარი ერთობლივად აჭარის მასშტაბით სხვა ნაეკლესიარებზე ჯერჯერობით აღმოჩენილი არ აქვს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჯვრების ნაწილი როგორც ჩანს გადამალული იყო, იმიტომ რომ ნაპოვნი იქნა ლოდის ქვემოთ პრეპარაციის შედეგად, ხოლო ნაწილი საკურთხეველთან აღმოსავლეთ მხარეს. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ, ასევე შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი წლისათვის სავარაუდოდ ჩვენ გათხრილ ნაეკლესიარის კონსერვაციას მოვახდენთ და შეძენილი იქნება შესაბამისი პროექტი და მოხდება მისი კონსერვაცია, რადგანაც მინიმუმ ინფორმით ეს უნდა შევინარჩუნოთ რა ფორმითაც დღეს იქნა აღმოჩენილი. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფელ სიმონეთში 2 კვირის განმავლობაში ემუშავა. მეცნიერების აღმოჩენა მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი მცირე ზომის ტაძრის საძირკველი სასულიერო პირებმა აკურთხეს. დღეიდან საოცავის ადგილზე ჯვარი აღემართა. აღმოჩენილია ტაძრის საძირკველი, მცირე ზომის ტაძარი, ნაპოვნია ჯვრები მრავლად და რა თქმა უნდა, ესაა დიდი წყალობა ღვთისგან დაშვებული, უფალმა განუცხადა ამ სოფელს თუ რა წმინდა ადგილი და რა წმინდა სოფელია ეს. სოფელ სიმონეთში, იქ სადაც საუკუნეების წინ ტაძარი იდგა, გზა მდინარის ნაპირს მეუყვება. არქეოლოგებმა ხეობის კლდოვან ნაწილში ეგრეთ წოდებული ქვის გობები აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 3000 წლის წინ აქ მცხოვრებლები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც წყლის ენერგიის გამოყენებით ლითონის გადამუშავების ერთ ეტაპს აწარმოებდა. ხდებოდა საბადოებში მოპოვებული ლითონის დაქუცმაცება, დაფშვნა უნიკალური შემთხვევაა საქართველოს არქეოლოგიის პრაქტიკაში. შეიძლება სხვაგანც, სადაც გამოიყენებოდა წყლის ენერგია. ჩვენ ამ მონაპოვლის მიხედვით უკვე ვიწყებთ ბევრ ახალ პრობლემას, რომელიც მიგვითითებს, რომ აქ მოპოვებული ლითონი ხმარდებოდა არა მარტო ბრწყინვალე კოლხური კულტურის შექმნას, არამედ გადიოდა ექსპორტზე. ქვის გობები ნახეთ სარკმლებზე ამოკვეთილი და იცდება, რომ წყლის ენერგია გამოყენებული ქონდა უძველეს პერიოდში ადამიანს სპილენძის წიდების დასამუშავებლად და შემდგომში შესაძლებელი არქეოლოგიური გათხრებით დამტკიცდეს, რომ აქ უნდა ყოფილიყო ქურებიც, სადაც ხდებოდა სპილენძის დამუშავება. არქეოლოგები განმარტავენ, რომ აღმოჩენის მნიშვნელობა მის მასშტაბებშია. მცირე მონაკვეთზე 26 ქვის გობია ნაპოვნი. ლითონის საბადოების არსებობასა და მისი გადამუშავების ტექნოლოგიებზე ჯერ მხოლოდ ვარაუდობენ. ადგილობრივებმა კი გადმოცემით იციან, რომ ხეობაში რამდენიმე თაღოვანი ხიდი იყო. მე მახსოვს, აქ როცა ბავშვები საბანაოდ მოვდიოდით, აქ იყო ქვით ამოყვანილი კედელი. და როცა უხუცეს ხალხს ვეკითხებოდი რა არის ეს, ისინი გვეუბნებოდნენ, რომ აქ ოდესღაც იყო თამარის ხიდი. მერე 54 წელში როცა ძლიერი წყალდიდობა იქნა, ის ნარჩენი კედელიც წყალმა წაიღო. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არქეოლოგიური ექსპედიციებისთვის წელს დაახლოებით 100,000 ლარი გამოყო.